2008 წლის 8 აგვისტოს ომიდან 6 წელი გავიდა დილიდან ხალხმრავლობა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც ომში დაღუპულ გმირეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დაღუპულთა ოჯახის წევრები და საქართველოს მოქალაქეები პატივს მიაგებენ. მუხათგვერდში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრიც ნატა ქაჯაია განაგრძობს თემას ნატა გისმენთ. ბექა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი იყო საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყველაზე მძიმე დღეები. Თანასწორო 5 დღიან ბრძოლაში კი საქართველომ დაკარგა მებრძოლები და დაკარგა ტერიტორიები, რომლებიც ამ დრომდე ითვლება ოკუპირებულად. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ აცილებული იქნას მსგავსი შემთხვევები. ბუნებრივია გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც, როგორც მთავრობის წევრები ამბობენ, სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდა იმის ბერკეტი, რომ თავიდან აეცილებინა რუსეთ-საქართველოს ომი. ვფლობ ჩვენ ძმებს და დებს, ვინც სამშობლოსათვის ომში თანასწორო ბრძოლაში დაეცნენ. საბუნებრივია, მანაც ვაძლევთ პირობას, ერთმანეთს ვაძლევთ ფიცს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღარასდროს არ განმეორდეს სისხლის ყრა და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი დავიცვათ მშვიდობით და იმ ბრძოლით, რომელსაც ვაწარმოებთ ყოველ დღე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დამოუკიდებლობის დასაცავად. რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში, ეს იყო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის ტრაგედია და ამ ომის შედეგებს დღესაც ვიმკით და სამწუხაროდ ის ჭრილობა ის იარა ჯერ კიდევ არ არის მოშუშებული და მე მინდა გითხრათ, რომ მე ქეთს ვიხრი ამ ომში დაღუპული თითოეული ჯარისკაცის, თითოეული გმირი ვაჟკაცის წინაშე და ჩვენ სახელმწიფო ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ ოჯახებს ბოლომდე არში დაუდგეთ. დღევანდელი დღე მართლაც არის უმძიმესი დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში. დღეს ჩვენ მოვედით მივაგოთ დაღუპული გმირების ხსოვნას. ეს არის ჩვენი ვალი, მუდამ გვახსოვდეს მათ სახელები. ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახებს არაერთ მათგანს ჯერ კიდევ არ აქვს ცხედარი და ეს არის, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი ტრაგედია და უნდა გაგრძელდეს და გრძელდება ცხედრების იდენტიფიკაციის პროცესი. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენ მებრძოლ გმირებს, რომლებიც გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე უთანასწორო ბრძოლაში და მინდა გითხრათ, რომ მათი გმირობა ჩვენი ვალია, რომ ჩვენი ქვეყანა მომავლისკენ უკეთესობისკენ და უკეთესობისკენ ვატაროთ და შევცვალოთ. ჩვენ მოვედით, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს ქართულ გმირებს. სამწუხაროა, რომ აღნიშნული კონფლიქტის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა და სახელმწიფო ყველაფერი უნდა გააკეთოს მშვიდობისთვის, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა. ძალიან მძიმე დღეა საქართველოს ისტორიაში. 6 წელი გავიდა, მაგრამ 600 წელი გავა კიდე და ამ ბიჭებს ვერავინ დაგვავიწყებს და მათ გმირობას. რაც შეეხება ცხადია, რომ ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. და დანარჩენი მე მათ ვარ დარწმუნებული იმის, რომ ამ ბიჭების სისხლით ყოლად არ დაღვრილა და ჩვენ აუცილებლად დავუბრუნებთ ჩვენ ძმებს და ჩვენ დავუბრუნდებით აღვადგენთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ძალიან მძიმედ მოსაგონარია ის, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა. ბიჭების სისხლი დაიღვარა იმ ადამიანებისა, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ქვეყნის ერთიანობა შეენარჩუნებინათ. ძალიან მძიმე დღეა, რა თქმა უნდა. ძალიან მძიმეა მოგონება რა მოხდა ამ დღეს ამ რამოდენიმე წლის ჩვენს ქვეყანაში. აი ეს საფლავები, ამ ბიჭების საფლავები ეს ძალიან მწარი გაკვეთილია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. დღეს ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ დაასრულა გამოძიება რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ. საუბარია სამხედრო ოპერატიულ-ტაქტიკურ შესწავლაზე, როგორც გენშტაბის ხელმძღვანელმა ვახტანგ კაპანაძემ ჟურნალისტებს გითხრა, უწყებაში ამ დროისთვის მსჯელობენ იმაზე, თუ დოკუმენტის რა ნაწილი გახადონ საჯარო. გაკეთდა ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებებიც, როგორც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, აუცილებელია გამოძიებულ იქნას რა მოხდა 2008 წელს წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საქმეს მიხედავს ჰააგის ტრიბუნალი. ჩვენ არავის ბრალეულობას არ ვიკვლევდით, ჩვენ ვიკვლევდით თუ როგორ ვითარდებოდა საომარი მოქმედებები, რამდენად სწორი იყო გარკვეული ბრძანებები, რამდენად ადეკვატური იყო შესაბამისი მოქმედებები. დოკუმენტი დასრულებულია, ახლა მიმდინარეობს მისი შესწავლა სამინისტროში და შესაბამის
უწყებებში და ალბათ უახლოს მომავალში, უახლოს დღეებში იქნება გამოქვეყნებული ის ღია ნაწილი, რაც შეიძლება იქნება. ეს არის პირდაპირ მოთხოვნა ჰააგიდან, რომ ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან იქნას გამოძიებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ჰააგა გამოიძიებს თავად ამ ომის ყველა დეტალს და ყველა ნიუანსს. თუნდაც ომი მე როგორიც მოქალაქისთვის იყო აბსოლუტურად შემზარავი იმ ფაქტების, იმ კადრების ნახვა, რაც ჩვენ ვიხილეთ 2002 წლის ომში. ომის დროს გაქცეული მთავარსარდალი და არ ვიცი. ამას მომავალთაობა კიდევ უფრო კარგად შეაფასებს და ძალიან მკაცრად შეაფასებს. რაც შეეხება დანარჩენ სამართლებრივ პროცედურებს და გამოძიებას, მე არ ვფიქრობ, რომ დღეს 8 აგვისტო არის ამაზე საუბრის დღე, თუმცა ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც უნდა შევასრულოთ და ქვეყნის გამოსაძიებელი საქმეები ქვეყნის შიგნით გამოვიძიოთ. შიდა ქართული გამოძიებები და იგივე ტალიანის ანგარიში საკმარისი უნდა იყოს, რათა მომავალში ჯერს გავარკვიოთ რატომ მოხდა ყველაფერი ეს, ვიცოდეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ვიზი არის, პირველ რიგში ჩემს პოლიტიკურ პასუხისმგებლობასო დიდი მნიშვნელობა აქვს, საზოგადო მიცოდეს ვინ არიან მათი ანტიგმირები, ვინც სამწუხაროდ ხელი შეუწყო ამას და ამ პროვოკაციაში ჩართვას. და მომავალში არ უნდა დაუშვათ ეს შეცდომები. ამ საქმეების გამოძიება ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი. შესაბამისად, თქვენ იცით, რომ 2008 წლიდან დაიწყო გამოძიება და რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი იქნა დაკითხული, თუმცა შემდგომ სამწუხაროდ გამოძიება არ გაგრძელდა იმავე ინტენსივობით. ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ ჩვენ ამაზე დავიწყეთ მუშაობა. რა თქმა უნდა, სამუშაო ძალიან ბევრია, მე ვიცი, რომ პროკურატურა მაქსიმალურად ინტენსიურად მუშაობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცა. მუხათგვერდში დილიდან იმყოფებიან 2008 წელს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები. ისინი ყვებიან ჯარისკაცების გმირობის ისტორიებს და სახელმწიფოს კიდევ ერთხელ თხოვენ დახმარებას. გარდა ამისა, სადაც მათ სასაფლაოზე ამოვიდნენ დღეს იმ ჯარისკაცების მშობლებიც, რომლებიც ამ დრომდე ოფიციალურად უგზო-უკლოდ დაკარგულებად ითვლებიან. პირველ დაბომბვას გადაურჩა თავისი ჯარი უვნებლად გამოიყვანა. მეორეც შებრუნდა აგერ ერეკლი ყულოშვილის ცხედრის გამოსატანად და თვითონაც იქ დარჩა. იქოსამდე მოვიდა და მე ისე უკან წავიდა. ყველა რო გამორბოდა თავრობა, ჩემი შვილი იქ შევიდა რომ მეგობარი გამოიყვანა. იქნებს ხლებსაც უჭირდათ და დაჭრილები იყვნენ და შველა ჭირდებოდათ. არავინ არ უშველეს ჩვენ შვილებს. გორის ატაკო ნაწილში პირველ ასეულში მსახურობდა. ტანკით შევიდნენ ცხინვალში და აღარ გამოვიდნენ, არც ტანკი ჩასდა, არც ეკიპაჟი. სამნი არიან ერთად უგზო-უკლოდ დაკარგულები. ჩვენ ცხედარი არ გამოვუყვანით. მუხათგვერდში ძმათა სასაფლაოზე ხალხის ნაკადი ამ დრომდე არ წყდება. რამდენიმე წუთის წინ ადგილზე მოვიდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელმაც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. მადლობა ნატა ქაჯაია საუბრობდა. აგვისტოს ომი და სამეგრელო ამ სახელწოდებით დღეს უგდის ცენტრალურ ბურორში ფოტო გამოფენა მოეწყო, რომელიც ადგილობრივებთან ერთად ქალაქის მერმა და საკერებულოს თავმჯდომარემ დაათვალიერეს. უგდიდელები აგვისტოს ომიდან დავით ბაქრაძის 10 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებას იხსენებენ, სადაც ბაქრაძე მოსახლეობას ქალაქის დაცლისკენ მოუწოდა, რამაც პანიკა გამოიწვია. აგვისტოს ომის დროს პირველად ბომბები ზუგდიდის სოფლებში, ანაკლიაში, ურთასა და ახალ აბასთუმანში ჩამოყარეს. მეორე დღეს გადაწყვეს განმუხურის პატრიოტთა ბანაკის საოკუპაციო ჯარმა სამეგრელო 9 სექტემბერს დატოვა. მე ქეთს ვიხდი მათი მშობლების წინაშე, ძმების წინაშე, დედების წინაშე, რომ ასეთი სასიგადულო ვაჟკაცები გაუზარდეთ ჩვენ სამშობლოს. მე მახსოვს 8 აგვისტო 2008 წლის დაცარელებული ქალაქი ძაღლების რო არ დარბოდნენ შიში. ბუნებრივია რომ 8 აგვისტო არის ძალიან ძიმე დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ამავე დროს 8 აგვისტო არის ის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენი ერის, ჩვენი ისტორიის გმირულ ფურცლებს. კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ ადამიანებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი თავიანთი სიცოცხლე დადეს სამშობლოსათვის, სამშობლოს სიყვარულისთვის. ახსენდება კიდევ ერთი ძალიან ცუდი სამწუხაროდ, როცა ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მიმართა სამეგრელოს და თქვა, რომ ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია, არ იქა რუსი ჯარი შემოდის სამეგრელოში, დატოვეთ ყველა რითი და დაიცავით თავი. და ეს იყო ძალიან ცუდი.
2008 წლის ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გვირგვირით შეამკო სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მემორიალთან სანქციები დაანთეს. მემორიალთან დაღუპულ გმირთა მოსახსენებელი პანაშვილიც გადაიხადეს. 2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალთან ჯარისკაცები და გმირთა დედებიც მივიდნენ იმერეთის რეგიონიდან. 2008 წლის აგვისტოს ომში 34 მებრძოლი დაიღუპა. დღევანდელ დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ იმ ჩვენი გმირი ვაჟკაცების ხსოვნას, რომლებიც 2008 წლის ომში თავის სამშობლოს ემსახურნენ და გმირულად დაიღუპნენ. რა თქმა უნდა, ტრაგიკული ფაქტი მოხდა 6 წლის წინ და ბევრი ქართველი შეეწირა და ახალგაზრდა ქართველი შეეწირა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორც ქალაქმა, ასევე სახელმწიფომ, რომ მსგავსი ფაქტი არ გამეორდეს. აგვისტოს დაიღუპა ჩემი ბიჭი საქართველოს ერთიანობის მთლიანობისთვის. მერთმა ყველა ბიჭების სული ნათელში ამყოფოს. ტანჯული დღეებია ყოველთვის დედისთვის ის რაც მოხდა. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარდაცვლილი კაპიტან ერკლე ყუროშვილის ოჯახი მოინახულა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძე უმცირესობის ლიდერმა სამშობლოს წინაშე იმ გმირების ღვაწლზე ისაუბრა, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი სახელმწიფოს დაცვას და თავისუფლებას. კაპიტანი ერკლე ყუროშვილი 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან საჰაერო დაბომბვის დროს დაიღუპა. საზეიმო გამოშვება, გამოსაშვები ჯგუფი. დღეს კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნას იმ ადამიანების სახელს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შეწირა ჩვენი სახელმწიფოს დაცვას და საქართველოს თავისუფლებას. ჩვენი ვალია ღირსი ვიყოთ ამ ადამიანების ხსოვნით. საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მე-6 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, სადაც აღნიშნულია, რომ 6 წლისთავზე საოკუპაციო ძალები კვლავ ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში. საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალი მოწოდების მიუხედავად კვლავ ირღვევა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლით შეწყვეტის შეთანხმების პირობები. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 6 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობის მიზანს კვლავ წარმოადგენს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე. საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. 8 აგვისტო 6 წლის შემდეგ 2008 წელს ამ დღეს რუსეთ-საქართველოს 5 დღიანი ომი დაიწყო, ომი, რომელსაც დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ომი, რომელიც 5 დღეს გაგრძელდა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დანაკარგით დასრულდა. 2008 წლის 8 აგვისტოს ქრონიკა 6 წლის შემდეგ. 6 წლის წინ რუსეთ-საქართველოს 5 დღიანი ომი დაიწყო. პირველი დაპირისპირება ქართულ ჯარსა და რუს სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის ცხინვალის რეგიონში მოხდა. ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის სასაღებად. მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. პარალელურად რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო. რუს ოკუპანტებთან, დაქირავებულ მებრძოლებთან და ოსურ შეიარაღებულ რაზმებთან ბრძოლა 3 დღეს გაგრძელდა. ეს 5 დღიანი ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავი ზღვისპირეთი დაბლოკეს. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს. იერიში მიიტანეს კოდორის ხეობაზე და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. 5 დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართულმა ჯარებმა ცხინვალის რეგიონი და კოდორის ხეობა დატოვეს. რუსებმა დაიკავეს ფოთი და გორის სხვა რეგიონებთან ერთად. ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომობით მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველოს თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა ბრძოლები უმალ არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა, თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შეიქმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პირობითი საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას ცნო. რუსეთმა დაასრულა გასვლა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან 8 ოქტომბერს. თუმცა 2009 წლის მდგომარეობით რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები რჩება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა.
რუსული ინტერვენციის შედეგად ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო დაიჭრა 1747. სახლი დატოვა თითქმის 150,000 ადამიანმა. მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30,000-მდე ოჯახი. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით სულ დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. აქედან 5 უგზო